ესეთი ვიდეო მინდა გავაკეთო ახლა რა. ევროპული ცივილიზაციაო, ესეთი ტელევიზორში მოვისმინე. სამვეშაპზე დგასო, ეს არის რომის სამართალიო. მეორე არის ქრისტიანული მობიერება, ქრისტიანული მორალი და ევროპული ფილოსოფია. ახლა ესენი რო გავშალოთ, რომის სამართალი გამოდის კანონი. ქრისტიანობიდან რაც არის, კარგი ეს არის მობიერება, ახლა კი არ გავს არაფერი მობიერებას, მაგრამ ფილოსოფიურად თვითონ ქრისტეს მობიერებაზე ლაპარაკობ და ქრისტიანობა გამოდის მობიერება, რომი გამოდის სამართალი და მესამე ის ბერძნული ფილოსოფია, თვითონ ფილოსოფია ისეთი ვერაფერი, მთავარი რაც არის, მანდ არის დემოკრატია რა. გამოვიდა კანონი, მობიერება და დემოკრატია. აი ამ სამა რაღაცამ გააკეთა ევროპული ცივილიზაცია რა. ევროპული ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ, გამოდის რომ კაპიტალიზმი არის. ეს ყველაფერი და გამოდის რომ თვითონ კაპიტალიზმი დგას სამვეშაპზე, ეს არის მობიერება. მაინც ესე გამოდის მობიერება, დემოკრატია და კანონი. ეს მობიერება ძალიან ისეთი რაღაცა არის, რა შეიძლება იფიქრო რა შუაშია კაპიტალისტთა მობიერება, მაგრამ თვითონ ის მობიერება არის, რომ მუსიკა დაშვებული არის, ცეკვა დაშვებულია, სექსზე აკრძალვა არ არის ამ ცივილიზაციაში რა, მშვენიერება დაშვებული არის, ტანჯვა არ არის გაღმერთებული. ადამიანის დასვენებაზე არის აქცენტი გადატანილი, მხიარულებაზე არის გადატანილი, არქიტექტურა არის ესეთი ადამიანისთვის თვალის მომჭრელი, ვერ ვიტყვი რომ ეს არის ჩუქურთმები და რაღაცა, ეს მედივალ იმიდან განსხვავდება ძალიან შუა საუკუნეებიდან, მაგრამ მაინც არის ფერები არის სხვადასხვა, ფერთა გამა არის ესეთი მხიარულება ადამიანისადმი კომფორტი, შექმნა მეგობრული გარემო, ესეთი რაღაცები ძალიან ის არის, რა ქვია, მიღებული არის. ეხლა ეს თვითონ ეს მობიერება და ადამიანისადმი კარგი მოპოვება შეიძლება ესე იგი ჯგუფს, საზოგადოებას უფრო კრავს, მაგრამ მაინც მე ესე მინდა ახლა ვთქვა, რომ ეს საზოგადოებას ვერ მივაკუთვნებდი ამ ღირებულებას, თვითონ კაპიტალიზმს რა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ტიპის ბიზნესები გამოდის თითქმის ყველაფერი, არ პოლიციური ოფისიც ოჯახს გავს, ბიზნესიც ოჯახს გავს, ყველაფერი ოჯახს გავს და ეს ყველაფერი თემურს ძალიან გავს, მაგრამ მაინც ესეთ სამ რაღაცაზე, ოფიციალურ დონეზე თემი აღიარებული არ არის კაპიტალისტურ სისტემაში. რა ამაშია საქმე, თემი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ზუსტად ეს იქნება ის საკვანძო რაღაცა, რაც შემდეგ აი ამ სისტემას გამოარჩევს კომუნიზმისგან რა. აი ახლა კომუნიზმის შემთხვევაში სულ სხვა სისტემა გვხდება რა. აქ არის კანონი, რა თქმა უნდა, დემოკრატია და თემი. თუ ჩვენ ავიღებთ იდეალურ კომუნიზმს, ამასე შეიძლება კაპიტალიზმზეც თქვას ვიღაცამ, რომ ეგ ყველაფერს მასშტაბები მართავენ და არანაირი დემოკრატია, კანონი და ისე მობიერება მანდ არ არის, მაგრამ იდეალური კაპიტალიზმის შემთხვევა წარმოვიდგინე ისე, რომ ეს არის სამი ვეშაპი, კანონი, დემოკრატია და მობიერება. აი კომუნიზმის შემთხვევაში სხვა სამი ვეშაპი გამოდის რა, ეს არის კანონი, თემი, კანონი, თემი და მესამე უნდა იყოს კანონი, თემი და დემოკრატია რა. დემოკრატია აქაც არის. ესეთი პატარა ცვლილება მოხდა, აი აქ მოხდა პატარა ცვლილება რა. აი განსხვავება არის. იქ არის აქ არის ჩვენთან თემი
და იქ არის ლმობიერება. ანუ განსხვავება იმაში არის, რომ კომუნისტურმა წყობამ აქცენტი, აი თემზე გააკეთა აქცენტი და განსხვავდება რითი ხა კომუნიზმი და კაპიტალიზმი. კომუნიზმმა გააკეთა აქცენტი თემზე და კაპიტალიზმმა გააკეთა აქცენტი ლმობიერებაზე რა. აი ეს განსხვავება არის აი ამ ორ სისტემაში. ესე იგი, ახლა რაც შეეხება დემოკრატიას, ეს ყველაფერი იმართებოდა დემოკრატიულად რა. ეს იდეალურ სისტემაზე არის ლაპარაკი, რომელიც არ გამოდის. იგივე შეიძლება ვთქვათ კაპიტალიზმზე, რომ ყველაფერი მასონებმა გააფუჭეს და ასე შემდეგ რა, დაავადებებს ავრცელებენ, მონოპოლია გამოვიდა ყველაფერი და ხალხს ატყუებენ და მომხმარებლებად აქციეს ადამიანები. ასე შეიძლება როგორც კომუნიზმს ლანძღავ, განანძღავ კაპიტალიზმს, როდესაც იდეალურ რეჟიმში განვიხილავთ სისტემას, ესე ახლა მინდა რომ ვიფიქრო მე თვითონ მინდა რომ ვიფიქრო რა, არავის არაფერს არ ვაძალებ. კომუნიზმი ეს არის თემი, ეს არის დემოკრატია და კანონი. ესე იგი თემი, დემოკრატია, კომუნიზმი არის თემი, დემოკრატია და კანონი. დემოკრატია იყო, იმიტომ რომ ყველაფერი იმართებოდა კანონებით. დემოკრატია იყო, იმიტომ რომ ეს თვითონ საბჭოებით იმართებოდა ყველაფერი. კანონი რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი იყო და თემი იყო ის რაშიც მუშაობდა თვითონ დემოკრატია. თემები იყო ეს სავეტები, საბჭოები იყო თემებივით ყველაფერი და ეს თემები იმართებოდა დემოკრატიულად და ეს ყველაფერი იყო კანონზე დაფუძნებული. მაგრამ აქ არ იყო ლმობიერება. ლმობიერება რო არ იყო, აქედან გამომდინარე ხალხი დაიღალა ძალიან. ყველაფერი იყო შავ-თეთრი, ყველაფერი იყო შრომაზე ორიენტირებული, ადამიანი გადაიქცა მომუშავე იმად, ადამიანი გადაიქცა იმპერიის იარაღად. არ იყო იქ სექსი, მხიარულება, აი ესეთი რაღაცები არ იყო რა. ანუ ძალიან ისეთი განსხვავება გამოვიდა რა. კარგი რაც ჰქონდა კაპიტალიზმს, ეს იყო ლმობიერება და კომუნიზმს მაგარი რაც ჰქონდა, ეს იყო თემი. ჩემი აზრით იდეალური, აი ამ ორიდან იდეალური რაც შეიძლება გააკეთო, რომ იყოს, რომ შეერთდეს რა და იყოს თემიც და იყოს ლმობიერებაც რა. ანუ კომუნიზმს რო დაემარტოს ლმობიერება, ან კაპიტალიზმს რო დაემატოს თემის ცნება რა. მაგრამ ეს თემის ცნება ისეთი არის, რომ თლიანად ანგრევს სისტემას. და აი ამ თვითონ ამ თემს მე ჭირდება დაცვა და თემი რომ დაიცვა აი ამ დიდი ბიზნესისგან და მონოპოლიებისგან, უკვე სხვანაირი სისტემა გჭირდება გააკეთო. ეს იდეალური წყობა ჩემი აზრით იქნებოდა რაღაც შუა კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის რა. ჩემი აზრით აი კომუნისტებს რომ ქრისტიანული მორალი ქონოდათ, ეს იქნებოდა იდეალური რაღაცა რა, ეს იქნებოდა იდეალური რაღაცა. რო არ ყოფილიყო ეს, რომ მაინც გინდა თუ არა ემუშაო, ვისაც არ უნდა მუშაობა, შეუძლია იყოს ზარმაცი. ოღონდ მე თავის თავზე თვითონ აგებს პასუხს. თუ მოგიდება სამსახური უნდა იყოს მისაწვდომელი და არა ისე, რომ გინდა თუ არა შენ უნდა გქონდეს სახლი და შენ გინდა თუ არა შიმშილით არ უნდა მოკვდე. ვიღაცას თუ უნდა რომ იყოს ბომჟი, აი ესეც არის უფლება უნდა მისცე ადამიანს, რომ იყოს უპატრონო, იყოს ბომჟი, იყოს დებილი, იყოს გიჟი, იყოს მოხეტიალე, იყოს რაღაცა მეოცნებე, ხო? ესეც ქრისტიანული მორალი არის რა. ანუ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, თავისუფლება, ლმობიერება, ეს ყველაფერი ქრისტიანული მორალი არის და ეს ყველაფერი დამატებოდა კომუნიზმს, იქნებოდა ძალიან მაგარი რა. ასევე კაპიტალიზმში რო ყოფილიყო აი თემის განცდა უფრო ძლიერი და დაცული ყოფილიყო თემის წყობა. მე მგონი კაპიტალიზმის გადაკეთება უფრო ძნელი არის ვიდრე კომუნიზმის, იმიტომ რომ კაპიტალიზმში რო თვითონ თემის ცნება გააძლიერო, მთელი სისტემის რღვევა მოგიწევს რა და კომუნიზმში რომ ქრისტიანული მორალი შემოიტანო, არაფრის რღვევა არ მოგიწევს, უბრალოდ რამდენიმე რაღაც 10% გაყოლება უსაქმოი, რომელსაც ეკონომიკა ძალიან ადვილად აიტანს რა. შეიძლება 10%-იც არ იყოს.
10% ვარგისი გექნება სამაგერო დანარჩენი ხალხი ამოისუნთქავს ძალიან და ეს დაძაბულობა აღარ ექნება და დაძაბულობა რო აღარ ექნება აქედან გამომდინარე მხიარულება იქნება ბედნიერება იქნება ყველაფერი უფრო განვითარდება როგორ კრეატიული აზროვნება შეიქმნება რა ჩემი აზრით ახლა ამ ორი სისტემიდან კაპიტალიზმიდან და კომუნიზმიდან რო გადააკეთო ეს სისტემა და იდეალური გახადო უფრო ადვილია რომ კომუნიზმი გახადო იდეალურად შეიტანო იქ ქრისტიანული მორალი რა ანუ ლმობიერება ლმობიერება გულისხმობს თავისუფლებასაც, დანდობასაც. მაგალითად არ გინდა იმდენი მუშაობა შეგიძლია დაისვენო რაღაცა, ანუ ლმობიერი მეთოდები რომ იყოს და არ იყოს ეს იძულება, აი ქრისტიანული მორალი რომ იყოს რაღაცნაირად ჩადებული. მაგრამ ესეც პრობლემა არის ძალიან ძნელი ჩასადები არის თვითონ ქრისტიანული მორალი ორგანიზებულ სისტემაში, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს რა. მაგრამ მე მგონი რომ ეს შეუძლებელი არ არის. ყოველ შემთხვევაში კაპიტალიზმის გარემონტებაზე უფრო ადვილი კომუნიზმის შეკეთება არის რა, ამიტომ მე ვთვლი რომ ეს ვფიქრობ რომ აი კომუნისტურ წყობას რო ქონოდა ქრისტიანული მორალი, ეს იქნებოდა ძალიან დაუმარცხებელი ლმობიერება რო ყოფილიყო, თემი რო ყოფილიყო დემოკრატია და კანონი რა. ეს იქნებოდა ძალიან იდეალური რაღაცა. ძალიან საინტერესო არის თვითონ ეს თემა, ეს საბი ვეშაპი, რომელზეც ევროპა დგას რა, ეს ძალიან მაგრა თქვა, გუბაშარიკიძემ თქვა და ძალიან მაგარი რაღაცა იყო, რომ ევროპა დგას საბ ვეშაპზე, ეს არის რა, კანონი, ლმობიერება და დემოკრატია. ეს მოკლედ რო ვთქვათ რა, კანონი, ლმობიერება და დემოკრატია. ეს სამი რაღაცა არის ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს სისტემა, რომელიც აი ამ კანონს, ლმობიერებას, დემოკრატიას და ქრისტიანულ მორალს, აი ამ ოთხივეს ძალიან მაგრა იყენებს. მე მგონი თვითონ ეს კრიპტოეკონომიკა არის, რომელიც აი ამ ყველაფერს იყენებს. ბიტკოინი გამოდის როგორც კანონის ესეთი რაღაცა სისტემა, რომელიც აწესებს კანონს, რომ ეს არის დეცენტრალიზებული საბანკო რეესტრი და ფულის ემისიის დეცენტრალიზებული სისტემა, რაც ფულს ხდის ყველასთვის ხელმისაწვდომს და მის წარმოქმნას და მასზე წვდომას და ბანკებზე წვდომას და საბანკო რეესტრებზე წვდომას და აი ამ ფულის გამოშვების ემისიის პროცესს ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომს და არა ყველასთვის სავალდებულოს ხელმისაწვდომს. ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს, ანუ დეცენტრალიზებული გახადა ფინანსები ბიტკოინმა და ეს გააკეთა როგორც კანონი. შემდეგი იქნებოდა ეთერიუმი, რომელმაც შემოიღო დემოკრატიული მეთოდებით ფინანსების მართვის შესაძლებლობა, ხმის მიცემის სისტემა შემოიტანა და smart კონტრაქტები შემოიტანა, სადაც კრიპტოვალუტას უკვე შეუძლია რეალური ეკონომიკის მართვაც, გამოვიდეს კომპიუტერიდან და მართოს რეალური რეესტრები და ასევე შეუძლია ხმის მიცემის სისტემის შექმნაც. აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე დემოკრატიის შემოტანა ეკონომიკაში, არა პოლიტიკაში, არამედ თვითონ ეკონომიკაში, რაც ძალიან საჭირო არის უკვე. და ეს რა ქვია, კარდანოს ეკონომიკური კიდები, რომლებიც აკავშირებს სხვა ეკონომიკურ კვანძებს და კონკურენციის ნაცვლად გვთავაზობენ უკვე თანამშრომლობას, ეს შეიძლება ალბათ ეს ყველაფერი გავს ძალიან ქრისტიანულ მორალს, რომელიც ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს რა და თვითონ სისტემა, რომელზეც არის დაყრდნობილი თვითონ კრიპტოვალუტა, ეს არის თემური პრინციპი, რომ ყველა კრიპტოვალუტას თავის საზოგადოება აქვს და საზოგადოება იგივე თემია. თემი ახლა ტომი იჯდება გამოკხებულში თუ ერთად კომპიუტერებში, კომპიუტერულ ქსელში, დისკორდის ან რაღაც ფეისბუქის ან რაღაც ტელეგრამის ჯგუფში ან ჩათებში იქნებიან უკვე ჩათებიც ძალიან აქტუალური არის დისკორდმა უკვე თვითონ ჩათის სისტემა გააკეთა ისეთი და ჩათის ოთახები, რომ დიდ ოფისს გავს. აი ჩათის სისტემები უკვე პირდაპირ საზოგადოებას ქმნისა და აი ჩათების სისტემებში იქნებიან გაერთიანებული ხალხი ერთობლივ ჩათებში და ჩათების ოთახებში თუ სადაც გამოკხებულში იჯდებიან ან სადაც ერთად ქარხანაში იმუშავებენ, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს უკვე გამოდის თემი და აქედან გამომდინარე კრიპტოვალუტამ შექმნა ზუსტად ის აი საოცნებო მოდელი,
რომელიც ალბათ არის იდეალური, ეს არის როგორც გუბაზე იტყო და კანონი, დემოკრატია, ალმობიერება და შემდეგ პლუს თემი რა, ის თემი, ანუ კომუნიზმის თემი დაემატა ამ ყველაფერს. ან შეიძლება ვთქვათ, რომ კომუნიზმს დაემატა აი ეს ქრისტიანული მორალი. აქედან გამომდინარე, აი კრიპტოვალუტა ეს არის კომუნიზმის და კაპიტალიზმის საუკეთესო თვისებების შერწყმა. და ჩვენ მივიღეთ იდეალური წყობილება, რომ ამბობენ, რომ კაპიტალიზმი ცუდია, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, არსებობს უკეთესი და ეს არის იდეალური წყობა, ეს არის კრიპტოეკონომიკა ჩემი აზრით, სადაც არის უკვე 4 ვეშაპი, ეს არის პირველი კანონი, შემდეგ არის დემოკრატია, შემდეგ არის ლმობიერება, კანონი, დემოკრატია, ლმობიერება და თემური პრინციპი. რაც უკვე ცენტრალიზმს გამორიცხავს. აი ეს არის თავი თემური პრინციპი გამორიცხავს უბრალოდ იმ ცენტრალიზმს, რაც ახასიათებთ კაპიტალიზმს და კომუნიზმს. კაპიტალიზმს ახასიათებს ფინანსური ცენტრალიზმი და კომუნიზმს ახასიათებს ადმინისტრაციული ცენტრალიზმი. და აი ეს ცენტრალიზმი ორივე მოსპო ამ კრიპტოეკონომიკამ და აქედან გამომდინარე ეს წყობა ჩემი აზრით არის საუკეთესო და ყველაზე უფრო მისაღები. მადლობა ყურადღებისთვის ყველას და დაფარვა დამავიწყდა ვიდეოს. ბოდეში ყველასო არეული ოთახი მაქვს.